საზოგადოების წინააღმდეგობასაც გააქრობთ პარტიების გაქრობით? საზოგადოების წინააღმდეგობას ესე ვერ გააქრობ, მაგრამ არ არსებობს საზოგადოება. და რადგან ასია, ანუ რადგან საზოგადოებად მხოლოდ ოცნების მხარდამჭერებს მიიჩნევენ, პოლიტიკურ ველზე ქართული ოცნებაც კმარა. ეს ეკაჭიჭინაძეა, ივანიშვილის ოჯახთან ოჯახით დაახლოებულმა დეპუტატმა. ამ განცხადებით სავარაუდოდ სწორედ ოლიგარქის ხედვა გაახმოვანა, რომელიც მალე რეალობად იქცევა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით 91 მომხრე წინააღმდეგი კანონი მესამე მოსმენით მიღებულია. ამ შედეგით ქართულმა ოცნებამ კანონგარეშედ ათასობით ადამიანის გამოცხადების შესაძლებლობა დააკანონა. საუბარი პარტიებთან დაკავშირებულ პირებზეა, რომლებსაც ივანიშვილის გუნდი ამ პარტიების არაკონსტიტუციურად შეფასების შემდეგ მიადგება და მათ პოლიტიკურ საქმიანობას შეუზღუდავს. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ასაკრძალი პარტიების რაოდენობა 10-მდეა, თუმცა მათგან მხოლოდ 2 გაამხილა: ნაციონალური მოძრაობა და პარტია ახალი. 10-მდე რავიდით, სადოთ აბა მივყვეთ. ერთი ნაციონალური მოძრაობა, ახალი ძველი ნაციონალური მოძრაობა, ახალი ნაციონალური მოძრაობა, გირჩი ოღონ მეორე გირჩი. ზურაჯაფარიძის. ხო, იგივე შეიძლება იყოს დროა, არ ვიცი, პირობითად თუ ასე თვლით მიყვებით, ევროპული საქართველო. კიდევ ვინ აღმოჩნდება ასაკრძალი პარტიების ათეულში? სრულისია, როგორც ჩანს, არც ოცნების რიგითებმა იციან. ნაწილი კი არ ამხელს, ამიტომ გამოცნობა გამორიცხვის მეთოდით ვცადეთ. დიაგო ხვიჩიას გირჩი, ფიქრობთ, რომ ასაკრძალი ძალაა? დიაგო, მე ვფიქრობ, რომ ასეთი პარტიები საჭიროა ქვეყნისთვის. არაფერი ესენიც არ არის რადიკალები და რადიკალური პოლიტიკური პარტიას არ წარმოადგენენ. გიგა ბოკერიას ფედერალისტებზე რას გვეტყვით? აბა, ეხლა გიგა ბოკერიაზე რა უნდა გითხრათ? გიგა ბოკერიამ უნდა შეეწყუდოს პოლიტიკური საქმიანობა? რა უნდა? მაგალითად, დიაგო ხვიჩიას გირჩი უნდა გაუქმდეს? ამას გადაწყვეტ სასამართლო, ჩემ გადაწყვეტ ეგ არის. სოლიდარობა მშვიდობისთვის ასეთი პრორუსული პარტია არსებობს. პარტია. თუ არ იცით, ესე იგი არც გაუქმებას უპირებთ და ეს პრორუსული ძალაა და რა გამოდის პრორუსულ ძალებს ტოვებთ და დანარჩენებს ერთი წუთით გეშლება თქვენ. მე არც გამუქმებელი ვარ და არც ამას გადაწყვეტს კანონი. პრორუსულობას არაუშავს და ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირს პრობლემად ხედავთ. პრორუსულობა კი არ არის თვითონ პრობლემა. პრობლემა არის ის, რომ შენ სეპარატიზმს არ აღვივებდე, ტერიტორიულ მთლიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებდე და საბოტაჟს არ ეწევდე. ნათია თურნავას არ უნდა შეეზღუდოს პოლიტიკური საქმიანობა, ან გივი მიქანაძეს? ნათია თურნავას და გივი მიქანაძეს მე მგონი ქვეყნის წინაშე დანაშაულებები არ აქვთ. ჩვენ ამბობთ, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებულ პირებს უზღუდავთ საქმიანობას და ისინი იყვნენ მინისტრების მოადგილეები ნაციონალური მოძრაობის დროს. ანუ მე ეს არის ერთი მუჭა ადამიანების, რომელსაც ხედავთ რამდენი არიან. 5000, 7000 კაცი ზოგი დაინტერესებული, ზოგი ვერ არის კარგად, ეხა ბოლოს ყველამ თქვა, რომ თქვენი დათვლითაც კი 2024 წლის არჩევნებში 100,000-ობით ადამიანმა დაუჭირა მხარი ოპოზიციას ქალბატონეკა. საზოგადოება არ არსებობს, რას ნიშნავს? ამ კომენტარებით ყველაზე საიმედოდ პრორუსული ოპოზიციის და ასევე გირჩის მდგომარეობა ჩანს. ივანიშვილის პარტიელებს შორის დღეს არავის უთქვამს, რომ ეს ძალა ან ნაციონალურ მოძრაობასთანაა დაკავშირებული, ან 2012 წლის შემდეგ საბოტაჟში მონაწილეობს. ეს კი სწორედ ის ორი კრიტერიუმია, რომლითაც როგორც გვეუბნებიან, ასაკრძალ ორგანიზაციებს არჩევენ. ფედერალისტების ბედი კი ისევ საკითხავი რჩება. თუ ზოგიერთ კომენტარს დავეყნობით, გამორიცხული არ არის. ოცნებამ პერსონალურად გიგა ბოკერიას მაინც აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა. მნიშვნელობა არ აქვს აკრძალავენ თუ არ აკრძალავენ ქვეყანაში, როდესაც პარტიების მნიშვნელოვანი ნაწილი აკრძალულია, იქ არ შეიძლება პოლიტიკური პროცესი ნორმალური დაერქვას. შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ იმას, რასაც აქამდე ვაკეთებდით და რასაც აქამდე გვჯეროდა, რეჟიმი უნდა მოიყეს ქუჩიდან და მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი თავისუფალი არჩევნების ჩანიშვნა. ის რომ ქართული ოცნება გზალავს ამ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობას, ნიშნავს, რომ ნაციონალურ მოძრაობასთანაც მტყუარია, იმიტომ რომ არ შეუძლია დებატებში დაამარცხოს, ამორჩელის გულში დაამარცხოს თავისი ოპონენტი, ამიტომ არც ერთ შემთხვევაში არც ერთ გარემოში არ იქნება სწორი და კარგი. ბუნებრივია, რომ ეს ნაბიჯი გადადგმულია იმ მიმართულებით, რომელიც ბოლოში მთავრდება პოლიტიკური ცხოვრება როგორც ასეთი და არჩევნები და ასე შემდეგ. ათეულს მიღმა კი შესაძლოა. ლეო და გახარიას პარტიაც დარჩნენ. ოცნების რიგითებმა დღეს პირდაპირ თქვეს, რომ მათთვის ფაქტორი 4 ოქტომბერია, როცა ორივე ოპოზიციურმა ძალამ მონაწილეობა მუნიციპალურ არჩევნებში მიიღო. რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ გარკვეულ ფაქტორებს მიექცეს ყურადღება, მაგალითად ის, რომ ლეო და გახარიას კიდევ ერთხელ ჰქონდათ სურვილი, რომ საკუთარ ამორჩევლის მეშვეობით მიეღოთ ხმები და არ გასულიყვნენ დემოკრატიული პროცესებიდან, ოდნავ უკეთეს მოცემულობაში აყენებს, ვიდრე ნაციონალური მოძრაობას თავისი განშტოებებით. რომელი პარტია არ იმსახურებს თქვენი აზრით აკრძალვას? ჩამონათვალი, აი ხა საარჩევნო იმაში, ხო, უამრავი პარტია მონაწილეობდა. ლეო და გახარიაც მონაწილეობდა და ამიტომ არ იმსახურებენ აკრძალვას? არა, უყურეთ, ჩვენ ხო ვთქვით, რომ პიროვნებები
არადა გახარიაც და ლილოს ლიდერებიც, რომლებიც ციხეშიც კი მოხვდნენ, წულგიანის კომისიის გამორჩეული სამიზნეები იყვნენ. სწორედ ამ კომისიის დასკვნაზე აპირებს ქართული ოცნება იმ საკონსტიტუციო სარჩელის დაყრდნობას, რომლითაც პოლიტიკური ოპონენტების აკრძალვას გეგმავს. მაშინ ეს პირველ რიგში უნდა შეეხოს ბიძინა ივანიშვილს, კახა კალაძეს, გივი მიქანაძეს, მაკა ბოჭორიშვილს, გია ვოლსკის, ანზორ ბოლქვაძეს და ათობით ადამიანს, რომელიც მოკალათებული არის ხელისუფლების სხვადასხვა შტოში. ყველა არჩევნებს ნაციონალური მოძრაობის ფაქტორით იგებს ოცნებად. არ მგონია რომ ეს საკანონმდებლო დონეზე რომს გააკეთოს. ყოველთვის შეძლებს პროპაგანდის დონეზე გააცოცხლოს ნაციონალური მოძრაობა. ჩვენ რაც შეგვეხება, ჩვენ ნებისმიერი სცენარისთვის ვართ მზად. ასაკრძალი პარტიების სიაში რომ პირველი ყოფილი სახელისუფლებო პარტია იქნებოდა, ეს ნაციონალურ მოძრაობაში არ გაგვირვებიათ. უკვე გამხელილია ისიც, რომ სიას სრული შემადგენლობით გააგრძელებს კოალიცია ცვლილებისთვის, რომლის ციხეში მყოფ ლიდერებსაც თავიანთი პარტიები საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ შესაძლოა გაუქმებული დახვდეთ.